ეს ორი სახლი ერთმანეთისგან 12 მეტრითაა დაშორებული. ახლა ორივე სახლი დაკეტილია. ერთ-ერთ მეპატრონეს როგორც სოფელში ამბობენ, ეროზირებული პერიმეტრის გამო სასწრაფო გასახლება ელოდება. მეორე ოჯახს კი არა. ამირან სურმაინძე იმ სახლის მფლობელია, რომელიც არ გაასახლეს. ამბობს, რომ სახლი პირუტყვიანად დატოვა, რადგან ეშინია მეწყერმა არ ჩაიყოლოს. ეს სახლი არის მეზობლის, ეს სახლი მოხდა, მეზობელი მოხდა გასახლებაში, წევიდა და ჩემი სახლი არის აგერ 10 მეტრში. რა პრობლემები გაქვთ? იგივე მეშიშებას შიში რომ უცბად ამეწყებაში არ მოუხდე და ამის გულისთვის მე საქონელი ისინი გავხედე და მივეცი მეზობელთან და შეველებ ცხოვრობს სხვასთან. პროტესტის ნიშნად ხულოში სოფელ ყინჩაურის 59-მა ოჯახმა ხეობაში შესასვლელი გზა გადაკეტა და ჰესის მშენებელი კომპანიის აჭარისწყალ ჯორჯიას კუთვნილი მანქანები სამშენებლო შენობაში არ შეუშვა. ამბობენ, რომ სოფელი, რომელიც ეროზიის ზონაშია, ჰესის მშენებლობამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ადგილობრივთა მტკიცებით სახლებს ბზარებიც გაუჩნდა. შიშობენ იმასაც, რომ შეიძლება სოფელი მთლიანად დაიმეწყროს და მიწის ქვეშ მოიყოლოს. ამიტომ ხელისუფლებას ადგილობრივები გასახლებას თხოვენ. არავის არ უნდა თავის გაზრდილ კუთხიდან ასე უცბად მოწყვეტა და წასნა, მაგრამ როცა საშიშროების ზონაში უნდა აღმოვჩნდეთ და მიწის ქვეშ უნდა აღმოვჩნდეთ, ხომ ყურადღებაში უნდა მიიტანოს იმ ზემდგომ ორგანოებმა, იმ მთავრობამ, ვისაც ეს საქმე ეხება, რომ ეს ხალხი მიწის ქვეშ არ აღმოვჩნდეთ. მე უნდა ჩატარდეს რაღაცა დრენაჟები ამ მეწყერებთან და წყალთან დაკავშირებდა რაღაცა, უნდა სამაგრები გაკეთებული იყოს სოფელთან მდინარის პირას ახლოს. კაციშვილი არ მოსულა საერთოდ არაფერზე. შემდეგ კიდე რომ მოვითხოვეთ, რომ რატო ყურადღებას არ უგეცებთ რაღაცა, საჩაუკეტეთ მაშინაც, მოვიდნენ და გვითხრეს. ერთი ოჯახი დაგვიტევეს მარტო და ეს სამი ოჯახიც აღარ არის საშიშიო. არა და ყველაფერი იყო დასახელებული და დასაბუთებული, რომ სასწრაფოდ უნდა მოექციათ ყურადღება, სანამ იმის რამეს შეუსყიდით და დროებით უნდა გადაიყვანათ საცხოვრებლად. ჩვენ პირველ დღიდან დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს პროექტი გამოიწვევდა რაღაც ცუდ შედეგს. იმიტომ რომ 99 წელს მოხდა ჩვენთან სტიქია, რომელიც გამოიწვია გზა გაყავდა თაში ზედაპირულმა აფეთქებებმა. იმის მერე გავიდა რაღაც 4 თუ 5 წელი, დაგროვდა ორი წყარო დაეკარგა მაშინ. იწყალი ეთყობა დაგროვდა მიწაში, მოხდა რაღაც ისეთი, რომ მთელი მთა გადმოვარდა და 5 კომი მთელი სოფელი, პატარა სოფელი იყო ის ჩამარხა, 24 პიროვნებას შეეწირა მაგამავს. შუახევ ჰესს აჭარისწყალი ჯორჯია აშენებს. კომპანია მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან განხორციელებულმა ინსპექტირებამ აჭარისწყალი ჯორჯიას საქმიანობასა და შენობა ნაგებობას შორის კავშირი ვერ გამოავლინა. იგივე პოზიცია აქვს ხულოს გამგებელსაც. სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. აჭარის მთავრობაში კი ჯერჯერობით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. როგორც უკვე აღვნიშნე, აქციის მონაწილეებმა კომპანიის სატვირთო მანქანებს გზა ჩაუკეტეს. ისინი გზას მანამდე არ გახსნიან, ვიდრე სოფელში აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე არავა.